კატეგორია არის პირველადი, მეორადი და მესამე ჯგუფის აუდიტორია. მოდით წაგიკითხოთ და ძალიან მარტივი გასაგებია. პირველადი სამიზნე აუდიტორია არის ადამიანთა ის ჯგუფი, რომლებიც ყველაზე მეტად არიან ახლოს ჩვენს პროდუქტთან და სერვისთან. რაც იმას ნიშნავს, რომ ყველაზე მაღალი ალბათობაა იმის, რომ ადამიანებმა შეიძინონ ჩვენი პროდუქტი ან სერვისი. მაგალითად, ყვავილების მაღაზია სამიზნე ჯგუფი 25-55 წლის მანდილოსნები. ანუ ყვავილების მაღაზია შეიძლება ყავდეს მანდილოსნები, ყიდველები, შეიძლება მამაკაცები და თუნდაც თინეიჯერები, ბავშვები, რომლებსაც მშობლებისთვის უნდათ რომ იყიდონ ყვავილები, ხო? ყველაზე დიდი ჯგუფი მაინც ჩვენთვის ამ შემთხვევაში არიან მანდილოსნები, იმიტომ რომ მათ რაღაცა ესთეტიური სილამაზე და ინტერიერის დიზაინი უფრო მეტად მოწონთ და ყველაზე ხშირად მანდილოსანი მოვა ჩვენთან ალბათ ყვავილის საყიდლად. ამ შემთხვევაში მანდილოსნები შეგვიძლია მივიჩნიოთ ჩვენს პირველად სამიზნე აუდიტორიად. მეორადი სამიზნე აუდიტორია და გარდა ამისა, პირველად ვუბრუნდები ისევ, პირველადი სამიზნე აუდიტორია არის როგორც მყიდველი, ასევე მომხმარებელი. ანუ მანდილოსანი ძირითადად ყვავილს რომ ყიდულობს, ამ შემთხვევაში, ძირითადად შეიძლება არა, მაგრამ ჩვენ რომელ კატეგორიასაც გულისხმობთ, ყვავილს ყიდულობს იმისთვის, რომ თავად მოიხმაროს, ანუ თავისთვის სახლში დადგას და ამით დატკბეს, ხო? მეორადი სამიზნე აუდიტორია არის ადამიანთა ის ჯგუფი, რომელთაც ასევე შესაძლებელია აინტერესებდეთ და იყიდოთ ჩვენი პროდუქტი ან სერვისი. მამაკაცების შვილები, რომლებიც ყვავილებს საჩუქრად შეიძენენ. მამაკაცები ყვავილებს შეიძენენ მანდილოსნებისთვის, შვილები მაგალითად მშობლისთვის, ხო? აი ამ შემთხვევაში ეს ადამიანები არიან ჩვენთვის მეორადი სამიზნე აუდიტორია და ამასთან ერთად ისინი არიან ჩვენთვის მხოლოდ მყიდველები. ისინი მომხმარებლები არ არიან. მათ ყვავილი იყიდეს და გადასცეს სხვას, რომ მან მოიხმაროს. და მესამე ჯგუფის აუდიტორია ადამიანები, რომლებმაც ჩვენ შესახებ არც იციან და შემთხვევითად იგებენ და ინტერესდებიან. ასეთი ადამიანების რაოდენობა ყველაზე დიდია, ცივ აუდიტორიასაც ვეძახით ჩვენ, ადამიანების ჯგუფს, რომლებიც ჩვენ არ გვეცნობენ, ისინი არიან ძალიან მარტივად დასამახსოვრებელი ტერმინებია და არც არის აუცილებელი, რომ ეს ყველაფერი ჩვენ ზეპირად ვიცოდეთ, არავინ არ გვკითხავს. ეს ყველაფერი უბრალოდ საჭირო არის იმისთვის, რომ ჩვენ გონებაში გამოვყოთ ადამიანების ჯგუფები, თორე სადმე სადღაც კი არ უნდა მივაწეროთ, რომ ეს პირველადია, ეს მეორადი აუდიტორია, არა, ჩვენთვის უნდა ვიცოდეთ ეს. აი ამ ადამიანთა კატეგორიას, რომლებმაც ბიზნესის შესახებ არაფერი არ იციან, ხშირად უწოდებენ ცივ აუდიტორიას. გადავედით შემდეგზე. ეხლა უყურეთ, აქ არის უკვე გამოტანილი სამიზნე აუდიტორიის შერჩევისას რას ვითვალისწინებთ, მახასიათებლები, კლასიფიკაცია იგივე, თუნდაც მაგალითად პირველი დემოგრაფია უბრალოდ გეოგრაფიკა სხვა არის. დემოგრაფია. ასაკი, სქესი, შემოსავლის დონე, განათლება, პროფესია, ოჯახური მდგომარეობა და სხვა. აი ამ დემოგრაფიის ქვეშ ერთიანდება, ხო? ამ ძალიან გასაგები არის, მე მგონი ეს და ახსნაც აღარ საჭიროებს. გეოგრაფიკა. მდებარეობა, როგორიცაა ქვეყანა, ქალაქი ან უბანი. ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა იმის მიხედვით, იმის გათვალისწინებით, თუ რომელ ბიზნესში ვართ, ხო? გლობალური კომერციის ბიზნესია თუ რაღაც ლოკალურ ბაზარს შეიძლება რაღაც პატარა რაიონში, მაგალითად თელავიდან ჩამერთო ერთი გოგო კონსულტაციაზე და ყველაზე მარტივი იყო მის ბიზნესზე კონსულტაციების გაცემაც და მისი ბიზნესის, ასე ვთქვათ, კარგ გზაზე დაყენება, იმიტომ რომ საკმაოდ მიზნობრივი, ანუ კარგად შესასწავლი აუდიტორია ყავს, პატარა რეგიონი ყავს და საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტი, ანუ ისეთი, რომ ნამდვილად გავა იმ აუდიტორიაზე, ვინც სჭირდება. ფსიქოგრაფია. ინტერესები, ჰობი, ღირებულებები, ცხოვრების წესი, პიროვნული თვისებები. საკმაოდ მნიშვნელოვანი მახასიათებელია, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ არის ცვალებადი. ამას ძალიან ისე გამოცდილებიდან გამომდინარე ვუსვამ ხაზს, რომ ჰობი, ინტერესი, ღირებულებები და ასე შემდეგ ცხოვრების წესი იცვლება. მე მაგალითად ჩემი ალგორითმები რომ იცნობენ, საერთოდ ვერ შემომჩნევენ, რომ შეიძლება ავტომობილი მინდა, იმიტომ რომ საერთოდ არ ვეძებ ავტომობილს სოციალურ ქსელებში, თუმცა მართლა მინდა.
ხვდებით? და შეიძლება ხვალ გავიღვიძო და ავდგე და დავიწყო ძებნა სოციალურ მედიაში, რაიმე ავტომობილი ხომ არ არის გამოქვეყნებული. გუშინ თუ ვიღაცამ რეკლამა ჩაუშვა და მე არ გამითვალისწინა როგორც ავტომობილებით დაინტერესებული ტიპი, მე ხვალ მის რეკლამას არ ამომიგდებს. ხვდებით, რას გულისხმობ? ამიტომ ცოტა ჩემთვის საშიშია ხოლმე Ads Manager-ში ფსიქოგრაფიკის მიხედვით ადამიანების გაცხრილვა. ანუ ის, რაც ჩემი ინტერესი გუშინ არ იყო, ხვალ შეიძლება გახდეს, მაგრამ ვიღაცა ამცდა თავისი რეკლამა. ცევა. შესყიდვის ქცევა, ბრენდის ლოიალობა, პროდუქტის გამოყენება, ონლაინ აქტივობა. ეს არის აუდიტორია, როდესაც ვაკვირდებით, მაგალითად, როგორი ქცევის ტიპი არის. მაგალითად, სულ სამსახურში ატარებს დროს, ბევრს სკროლავს სოციალურ მედიას, ონლაინ აქტივობა არის, აქვს ძალიან დაბალი, უსმენს ძალიან ბევრს ვიდეო, იმას ტელევიზორს ან რადიოს, ხო? ეს რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ვიცოდეთ, სად მივუწვდეთ ამ აუდიტორიას. მე რა ციფრულ მარკეტინგში ვართ, ხო? მოგიწევთ ძალიან ზუსტად ვიცი, რომ მოგიწევთ ისეთ დიდ კომპანიებთან თანამშრომლობა, რომლებსაც დაჭირდებათ ასევე ტრადიციულ მარკეტინგში. ტრადიციულ მარკეტინგის გარკვეულ სახეში, მაგალითად, ტელევიზიით რეკლამის გამოშვება და თქვენ სამიზნე აუდიტორიის შესწავლას, რომ შესწავლა არ დაგჭირდებათ მაგ დროს, იმიტომ რომ მაგას მნიშვნელობა არ აქვს. თქვენ შეისწავლეთ თუ არა. კონკრეტულ ტელევიზიასთან რომ მოლაპარაკება გაქვს, შენ ერთადერთ შეიძლება ურჩე, რომ შენი სამიზნე აუდიტორიის წარმომადგენლები საღამოს 9-დან 10-მდე უყურებენ ტელევიზორს და ამიტომ შეეცადე ამ დროში ჩასვა შენი რეკლამა. ერთადერთი ეგ რჩევა შეიძლება გასცე, სხვა ამ შემთხვევაში დიდად ვერ დაგეხმარება. მაგრამ თუ კომპანიამ მკითხა, რომ ტელევიზია მირჩევნია, რადიო მირჩევნია, ბანერი მირჩევნია, თუ სად მირჩევნია რეკლამა რომ განვათავსო, მაგ დროს შეგეძლიათ შეისწავლოთ აუდიტორია და ნახოთ, რომ ამ ბიზნესის აუდიტორია მეტად მანქანაში ატარებს დროს და საცობებში სიტყვაზე და რადიოს უსმენს, ძირითადად საღამოს საათებში სახლში და ტელევიზორთან ატარებს. თუ სიტყვაზე სავაჭრო ცენტრში დადეს ხშირად, მაგალითად მანდილოსნები, სადაც შეუძლია მონიტორზე რეკლამა ნახოს. საჭიროებები და პრობლემები კიდევ ერთი კატეგორია. კონკრეტული საჭიროებები ან პრობლემები, რომელთა გადაჭრასაც პროდუქტი ან სერვისი მიზნად ისახავს. კი ბატონო, მაგალითად, როდესაც მასაჟორს ვუკეთ, მასაჟორი არის ჩვენი პროდუქტი, ჩვენი კომპანიის პროდუქტი, საჭიროებები და პრობლემები ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანი კრიტერიუმია. ანუ ჩვენი სამიზნე ჯგუფი უკვე ვიცით, რომ თავარი პირველადი სამიზნე ჯგუფი აუცილებლად ის ადამიანები იქნებიან, რომელსაც სიტყვაზე ხერხემლის პრობლემა აქვს, ხო? ამიტომ ამ კრიტერიუმით ძალიან კარგად შეგვიძლია ამ ბიზნეს ეს კრიტერიუმი უბრალოდ კარგად მოვარგოთ. გადავედით შემდეგზე. ეს არის უკვე უშუალოდ სამიზნე აუდიტორიის ტექნიკური სტრატეგიები. არსებობს ტექნიკური ელემენტები სამიზნე აუდიტორიის ტექნიკური სტრატეგიის შერჩევისას. ნანა შემოგვიერთდა. რომელთა ერთობლიობა გვეხმარება სამიზნე აუდიტორიის სწორად იდენტიფიცირებაში, მიღწევადობასა და ჩართულობაში. რაც საბოლოოდ განაპირობებს ეფექტურ მარკეტინგულ სტრატეგიას და გაუმჯობესებულ ბიზნეს შედეგებს. ეხლა მე გეტყვით რა არის ეს ელემენტები და ამ ელემენტებს ჩვენ ეტაპობრივად ვისწავლით. ეს არის ზუსტად ის ელემენტები, რომელიც გვეხმარება ჩვენი ცოდნა სამიზნე აუდიტორიის შესწავლაში, მოვარგოთ ტექნიკურად მარკეტინგს და ანუ როგორ მივაწოდოთ ჩვენ სამიზნე აუდიტორიას ჩვენი სათქმელი. აი ამ ყველაფერში გვეხმარება. მონაცემთა შეგროვება, მონაცემთა ანალიზი. და სამიზნე აუდიტორიის შესწავლისას, რა თქმა უნდა, წეღანაც გავიმეორე, მონაცემთა შეგროვება და ანალიზი ხდება, რა თქმა უნდა, ვისაც რა მიდგომა გაქვთ იმის მიხედვით, ვიღაცამ შეიძლება ეს ყველაფერი ჩამოწეროს, ვიღაცისთვის იმდენად ცხადე გახოს ყველაფერი, რომ იმდენად მარტივი საქმელი იყოს, გონებაში გქონდეს და იცოდეს სიტყვაზე რომელ ბიზნესს, რომელი აუდიტორია ყავს, ნანა გულს გვიგზავნის. გაფართოებული ანალიტიკა. გაფართოებული ანალიტიკა დაგვჭირდება მაშინ, როდესაც ჩვენ პერსონებს გამოვყავთ, იმ პერსონას ირგვლივ შევისწავლით მთლიანი ინფორმაციას და შემდეგ გავაზოგადებთ ჩვენს ცოდნას. ტექნოლოგია და ხელსაწყოები. რა თქმა უნდა,
უყურეთ სამიზნე აუდიტორიას, როდესაც სწავლობ, საუკეთესო საშუალება არის სოციალურ მედიაში შევიდეთ და დავაკვირდეთ ამ აუდიტორიას, კონკრეტული ბიზნესის სოციალურ მედიაში. თუნდაც გამომწერები ვნახოთ, აქტივობა ვნახოთ, ვინ რას წერს. ჩატში გადავიდეთ მესენჯერში და რა კატეგორიის ადამიანები გვწერენ. ჩემთან ახლა რომ გადავიდეთ მესენჯერში, პირდაპირ მიხვდებით, რომ მანდილოსნები ბევრად ჭარბობენ, ვიდრე მამაკაცები. ხო, აქ უკვე ძალიან მარტივია და დემოგრაფიული მაჩვენებლის მიხედვით, ესე ვთქვათ, გავყოთ ორ კატეგორიად. დამიზნების მეთოდები. დამიზნების მეთოდებს ვისწავლით, ერთ-ერთი მეთოდი არის, რა თქმა უნდა, Ads Manager-ში რეკლამის მოწყობა, ორგანული ან არაორგანული დამიზნების მეთოდები, ამ ყველაფერს ვისწავლეთ. პერსონალიზაცია. პერსონალიზაციასთვის ძალიან კარგი საშუალება არის, მაგალითად, email marketing-ი, ამაზეც გვექნება შეხება, AB ტესტირება. AB ტესტირება არის ორი, ასე ვთქვათ, სამიზნე ჯგუფის, თუნდაც ორი, ასე ვთქვათ, კრეატივი ჯერ არ გვახსენებია და კრეატივი არის ის ფოტო ან ვიდეო მასალა, რომელიც ჩვენ სამიზნე აუდიტორიაზე ფიქრის შედეგად შევადგინეთ, ხო? ეს რას ნიშნავს? მაგალითად, ვაკეთებთ კონკრეტულ მასალას ჩვენი სოციალური მედიისთვის და ამ მასალას როგორ ვადგენთ? თუნდაც რა წარწერას ვუკეთებთ? ან რა ვიდეო კონტენტს წერთ, ხო? აი მაგალითად დღეს წამოიჭრა კითხვა, რამოდენიმე ადამიანმა მოიწერა ჩემი მეუღლის კომპანიაში, რომ რამოდენიმე მე ხლა არა, რამოდენიმეჯერ მომხვდა უბრალოდ თვალში, რომ აი რატომ არის მითხარითო რა ესეთ გამოწვევასავით, რომ რატომ უნდა შევისყიდო მანქანა ამერიკიდან და არა საქართველოს ბაზარზე. რაღაც მსგავსი კითხვა იყო და დღეს ჩავწერეთ ვიდეო ამაზე. ანუ რა ბენეფიტები აქვს ავტომობილის ჩამოყვანას ამერიკიდან შედარებით იმასთან, რომ ადგილზე იყიდო ავტომობილი. ანუ აუდიტორია თვითონ ყოველთვის გიკანახებს, როდის რა გააკეთო. მე ყოველ შემთხვევაში ძალიან მიმარტივდება კონტენტის არჩევა, როდესაც ვუსმენ აუდიტორიას. რეალურ დროში დამიზნება, მონიტორინგი და გარშემო და უწყვეტი გაუმჯობესება. ესეც ნამდვილად, ასე ვთქვათ, გარკვეული ტექნიკური ელემენტებია, იმისთვის, რომ შევარჩიოთ ჩვენი სამიზნე აუდიტორია, მაგალითად, როდესაც ჩვენ კონკრეტული სარეკლამო კამპანია ჩავუშვით, შეიძლება აღმოვაჩინოთ ამ სარეკლამო კამპანიით ახალი აუდიტორია. და როგორ? აი მაგალითად რაღაც ვიდეო გამოვაქვეყნეთ ცოტა არასტანდარტული სიტყვაზე, ვიდრე ვაქვეყნებდი ხოლმე და კომენტარებში ძალიან ბევრმა თინეიჯერმა დამიწერა. უკვე მივხვდები, რომ აი ამ კატეგორიის, ამ ასაკობრივი ჯგუფის ადამიანებს მსგავსი კონტენტი მოესწონთ, ამიტომ მოდი მათთვის მსგავს კონტენტს გავაკეთებ, რომ ეს აუდიტორიაც გახდეს ჩემი. რაც რა თქმა უნდა ჩემს სერვისს გააუმჯობესებს და ზოგადად ბიზნესს უფრო გააძლიერებს, ხო, იმიტომ რომ პლუს 1 აუდიტორიის ჯგუფი მყავს. ეხლა გადავდივართ შემდეგ საკითხზე თუ როგორ განსაზღვროთ და შევისწავლოთ ჩვენი სამიზნე აუდიტორია ყველაზე მარტივად, თქო ამაზე უკვე ვისაუბრეთ, მაგრამ კიდევ ერთხელ სხვა მიდგომებიც გავიაროთ. და ყველაზე მარტივად როგორ, აი მე როგორ ვაკეთებ, იმიტომ ცალკე სლაიდად გამოგიტანე. დაახასიათე მიმდინარე ბოლო მომხმარებლები. ვიფიქროთ იმ მახასიათებლებზე, რაც მათ საერთო აქვთ. აი მაგალითად, ჩემს მესენჯერში თქო გითხარით, რომ შევიხედეთ, ხედავთ, რომ პირველი არის რომ მანდილოსნები, დავწერეთ მანდილოსნები. ვიფიქროთ იმ მახასიათებლებზე, რაც მათ საერთო აქვთ. ძირითადად მართლა 30 პლუსი და მახასიათებლები კიდევ საერთო ყველა დასაქმებულია და ყველა, როგორც გითხრათ, ანუ ბევრი დრო არავის არ აქვს რა ესე ვიტყვი. ანუ ყველა თავისი საქმე აქვს, ყველა მოფუსფუსია და ყველას უნდა რომ რაღაცნაირად კიდევ ერთი პლუს საქმიანობა შეითავსოს. ეს კრიტერიუმიც, ასე ვთქვათ, შეგვიძლია დავიხმაროთ. დავეხმაროთ სტრატეგიული მონაცემები, რომელიც შეგვიძლია მოვიძიოთ ჩვენი ბიზნეს ან Ads Manager-ში. კი ბატონო, Ads Manager-ში და Business Manager-ში რომ შევალთ, მერე გაჩვენებთ სადაც, იქ შეგვიძლია გადავიდეთ, ძველ კამპანიებს შევხედოთ და იქ ზუსტად იქნება მითითებული. რომელმა ასაკობრივმა ჯგუფმა სიტყვაზე იაქტიურა, რომელმა რეგიონმა იაქტიურა, რომელ საათებში იაქტიურა.
იქიდან რა რაოდენობა მოგწერა, რა იყო ესე ვთქვათ მოწერის რაოდენობა თუ პროცენტული მაჩვენებელი, ხო და ამის მიხედვით შეგვიძლია მერე გამოვყოთ ჩვენი სამიზნე ჯგუფები, რომ სიტყვაზე ვიცი, რომ 30 პლუსი კი არის, მაგრამ აი ამასაკიდან ამასაკამდე განსაკუთრებით აქტიურია. ძალიან მარტივია მერე შემდეგი კამპანიის შეშობა. დამიჯერეთ სულ პირველი კამპანია, რომ ჩაუშვეთ, შეიძლება 18-65-ასაკი მიუთითოთ და შემდეგ კამპანიაზე მივხვდეთ, რომ ჩემი სამიზნე ჯგუფი ყოფილა 33-45 წელი. უკვე სამიზნე აუდიტორია კიდევ უფრო მიზნობრივი გაგიხდა, უკვე შეგიძლია იქ ბიუჯეტიც კი დააპატარავ, შენ $1-2 მოაკლო. იმიტომ რომ შენ უკვე ზუსტად იცი, რომ ყველაზე მეტად ამასაკობრივ ჯგუფს აინტერესებს შენი პროდუქტი, შენი რეკლამა და ამიტომ აღარ არის საჭირო 18-დან 65-ასაკამდე ადამიანს, ანუ ყველას ვაჩვენო ჩემი რეკლამა, ამით ხო ფული იხარჯება. გამოვიკვლიოთ ჩვენი კონკურენტები და მათი აუდიტორია, ვინ არიან, სად აქტიურობენ ყველაზე მეტად და რა მახასიათებლები აქვს. დამიჯერეთ ბიზნესის დაწყების დროსაც კი ამას მარტო მარკეტერი არ უნდა აკეთებდეს, ბიზნესმენიც უნდა აკეთებდეს. ბოდიში. ავსკრო. ძალიან მნიშვნელოვანია კონკურენტების ბაზრის შესწავლა. კონკურენტების ბაზრის შესწავლა, ბოდიში რაღაცა ცუდად არის ზუმი გამოტანილი და მინდა შევამცირო. კი ბატონო. კონკურენტების ბაზრის შესწავლა გვეხმარება არა მხოლოდ იმაში, რომ სტარტი ვიცოდეთ, მინიმუმ რა ნაბიჯიდან ვიწყებთ, გვეხმარება იმაში, რომ საუკეთესო, ესა ვთქვათ, საუკეთესოთა შორის საუკეთესო კონტენტი გავაკეთოთ. დამიჯერეთ თუ სწორი მიდგომა გვექნება, უბრალოდ სწორი მიდგომა არის არა ის, რომ მოვძებნოთ კონკურენტებს შორის ყველაზე აქტიური, ყველაზე პოპულარული და მათი კონტენტი გადმოვიღოთ და მათი მიდგომები არა. ჩვენ ვიცოდეთ რა მოსწონს აუდიტორიას. აი, ამით გავიგოთ მხოლოდ რა მოეწონა აუდიტორიას. ნახეთ, რომ ერთ კონკრეტულ პოსტში არის ძალიან დიდი გამოხმაურება და მოусმინეთ ამას და ვხედავთ, რომ აი აქ რაღაცა შემეცნებითი, educational-ს რო ეძახენ, ანუ შემეცნებითი ხასიათის ვიდეო იყო ჩაწერილი. მოდით ჩვენ შემეცნებითი ხასიათის ვიდეო ჩავწეროთ, უფრო კარგი, უფრო გამართული, უფრო ესა ვთქვათ, ხალისიანი ძალიან მოწყოთ ნახევრად, ესა ვთქვათ, იუმორისტული. ეხლა იმათ არ უნდა ვაქციოთ, რა თქმა უნდა, ცირკეთ ჩვენი კონტენტი, მაგრამ არ არსებობს აუდიტორია და არ არსებობს ჯგუფი, რომელსაც მსგავსი კონტენტი არ მოსწონს. იმიტომ რომ ადამიანები ზედმეტად დატვირთული არიან ყოველდღიური პრობლემებით და შენ თუ შენ საქმიანობას აკეთებ და მეტ სიხალისეს და მეტ ესე ვთქვათ ჰიუმორს შესცენ, ოღონდ რა თქმა უნდა ამან ძალიან ესე არ უნდა შეცვალოს კონტენტის ხასიათი, ეს ადამიანებს ძალიან ახალისებს და მოსწონთ და ძალიან ესა ვთქვათ სანდოობას იწვევთ. ესაუბრა მომხმარებლებს, მეგობრებს თუ უცხოებს, რომლებსაც შეიძლება აინტერესებდეთ შენი პროდუქტი. სხვათა შორის ძალიან ბევრჯერ მქონია შეხება სამიზნე აუდიტორიის შესწავლასთან. კვლევის დაწერის დროს, სამაგისტროს დაწერის დროს, რაღაც ნაშრომების დაწერის დროს ძალიან ბევრჯერ და ბოლოს UX/UX დიზაინს რომ სწავლობდი, იქ ვქონდა პროექტზე აპლიკაციებზე ვმუშაობდით და აპლიკაციების დიზაინზე და ზუსტად იქ ვქონდა პროექტის დაწყებამდე უნდა შეგვესწავლა ჩვენი სამიზნე ჯგუფი. მე მქონდა პროექტი, მე გაჩვენებთ აუცილებლად ჩემს გაკეთებულ პროექტს. გავაკეთე აპლიკაცია, ესე ვთქვათ, დედიკოებისთვის. სადაც იქნებოდა რჩევები დედებს, ესე ვთქვა. სადაც იქნებოდა რჩევები დედებისთვის, დაწყებული კვების თემებიდან, აცრებს როდის ვაკეთებთ, რა მშვიდებთ ჩვენ შვილებს, საუკეთესო რჩევები და ასე შემდეგ. ჯერჯერობით ეს მხოლოდ და მხოლოდ პროექტი არ გამოქვეყნებულა, არც მიფიქრია რომ უნდა გამოქვეყნებულიყო. მაგრამ აი ამ დროს ძალიან ესა ვთქვათ, საინტერესო იყო ჩემთვის ეს მოგზაურობა და დედიკოებთან გასაუბრება. რა თქმა უნდა, დავიწყე პირველ რიგში სანაცნობლად ჩემი დიდ, ჩემი რძლით და მათ ვკითხე, ერთს 5 შვილი ყავს, მეორეს 3 და ნუ მეთქი ჩამოვწერე კითხვები და რა თქმა უნდა, მათი ფსიქოტიპი შევისწავლე პირველ რიგში და მერე გავედი უცხო ადამიანებსაც და კითხვების დასმა.
და უკვე იცი, რომელ ადამიანს, რომელ სამიზნე ჯგუფს მიაკუთვნებ, ხო? იმიტომ რომ ეს ადამიანი მაგალითად ერთს კითხე, არის დიასახლისი, ყავს 5 შვილი, რა ინტერესებს, რა აწუხებს, რა არის მისთვის გამოწვევა, რა გაუმარტივებდა მუშაობას, ხო? იმას ძიძა ურჩევნია თუ მაგალითად ურჩევნია, რომ მართლაც ესეთი რაღაცა მოწყობილობაში აპლიკაცია გქონდეს, რომელიც ყველანაირ რჩევას მისცემს, ხო? ან აპლიკაციით შეეძლოს, რომ დამხმარე მოძებნოს, ну ესეთი ისიც არის საშუალება. კი ბატონო და ნუ იმ კონკრეტული პერსონას ირგვლივ გააერთიანებს სხვა მსგავს დედებს. აი ახლა გადავედით ჩვენ ძალიან საინტერესო თემაზე. მანამდე კი 5 წუთიან შესრულებას გავაკეთებთ, მერე გადავალთ პერსონაზე. ახლა 8 წუთია და 13 წუთზე დავბრუნდებით და გავაგრძელებთ. არ ვთიშავთ არაფერს, შევხვდებით 5 წუთში.
აბა დავბრუნდით. და გავაგრძელეთ. აი, ჩემო კარგებო, ახლა მე თქვენ გაჩვენებთ, როგორ გამოიყურება ჩემი გაკეთებული ამ შემთხვევაში აა ასე ვთქვათ, სამუშაო, როგორ ვთქვათ, დაფა იმისთვის, რომ გამოვყო კონკრეტული ერთი ბიზნესისთვის სამიზნე ჯგუფები. აი, შუაში, რასაც ხედავთ, ეს არის უბრალოდ შაბლონი და ზემოთ და მარცხნივ, რასაც ხედავთ, ესენი არის უკვე ჩემი გამოყოფილი ორი სამიზნე ჯგუფი. პერსონები. პერსონა არის წარმოსახვითი ადამიანი ერთი კონკრეტული სამიზნე ჯგუფიდან, რომლებიც მე გავაერთიანებ მსგავსი ნიშნების, ინტერესების, თვისებების და ასე შემდეგ მიხედვით და წარმოსახვით, რა თქმა უნდა, წარმოვიდგინე ამ ადამიანებს შორის ერთი, რომლის ირგვლივაც დავსვი კითხვები, გავეცი პასუხები, ვინ არის, რა ინტერესები აქვს და ასე შემდეგ და შემდეგ ამ პასუხებს, რა თქმა უნდა, გავაზოგადებ. ეს არის მარტივი ფორმა, ისედაც მარტივია სიმართლე გითხრათ, ორი სახით მაქვს მე გაკეთებული და თქვენთვის სასურველი ვარიანტი აირჩიეთ, როგორც გინდათ. აი, ეს არის ამ შემთხვევაში ყვავილების მაღაზია. მივაწერ აქ აუცილებლად ყვავილების მაღაზია, აუდიტორიის სახელი. პირველ შემთხვევაში პერსონა 1, ლია ქვია, ლია დავარქვით პერსონას, ესე არის ხოლმე პერსონებს არქმევენ სიმბოლურ სახელებს და ფოტოებსაც ვსვამ ხოლმე სხვადასხვა. და ასეთი პერსონების გამოყოფა აი დიდ კომპანიებში ძირითადად, ხო? სადაც ძალიან სერიოზულად უდგებიან მსგავს საკითხებს. ისიც კი, რაც 2x2 4-ია, იმასაც კი, ასე ვთქვათ, ვიზუალურ ეფექტით ფუთავენ. და შეხვედრებზე ძალიან ხშირად, ასე ვთქვათ, მინახავს სხვა სფერო და სფეროშიც მომუშავესაც და ესეც, რომ რაღაც წითეთ დაფაზე პერსონების, ასე ვთქვათ, მახასიათებლები აქვთ გამოყოფილი ამ თავიანთი სამიზნე ჯგუფის მახასიათებლები. ყვავილების მაღაზიის პირველი დაჯგუფების წარმომადგენელი არის ლია, წარმოვიდგინოთ. ის არის მყიდველი თუ გამყიდველი, ანუ კითხვა არის და მყიდველიც არის და მომხმარებელიც, ბოდიში მყიდველი თუ მომხმარებელი. მყიდველიც არის და მომხმარებელიც, ანუ ლია მივიდა მაღაზიაში, იყიდა ყვავილები იმისთვის, რომ თავისთვის ქონოდა სახლში, ხო? დემოგრაფიული მახასიათებლები. ასაკი 25-50 შორის არის. ნუ აქ შეგიძლიათ აქ რეალურად პირდაპირ ასაკი შეგვიძლია დავწეროთ, რომ ლია არის 33 წლის და მერე დავწეროთ ფრჩხილებში 25-დან 50-მდე ასაკობრივი ჯგუფია ზოგადად ამ პერსონების. გენდერი ქალი, განათლება საშუალო ან უმაღლესი, ლოკაცია ბიზნესის მიმდებარე ტერიტორია. ხო, იშვიათად ეხლა რომ პირველადი სამიზნე აუდიტორია დიღმიდან, ასე ვთქვათ, საბურთალოზე გავიდეს ყვავილების საფეხლად, ხომ იქვე ლოკალურ სივრცეში იყიდეს ყვავილებს, რომ მიიტანოს სახლად. პერსონა 2, ის მეორადი აუდიტორია, წარმოვიდგინოთ სახელად გიორგი. ის არის მყიდველი. ბოდიშით ხმებს გამოვრთავ. ის არის მყიდველი, კითხვა თუ გექნებათ, აიწეთ ხელი აუცილებლად. ჯერ არ გაქვთ აწვალი. მყიდველი არის გიორგი, დემოგრაფიული მახასიათებლები 25-დან 55 წლამდე, კაცი, საშუალო ან უმაღლესი განათლება, ბიზნესის მიმდებარე ტერიტორია, ასევე ლოკაცია. ინტერესები. ქალის შემთხვევაში ინტერესები იყო ინტერიერის დიზაინი, მოდა, სპორტი. ქცევები უყვარს ჯანსაღი ცხოვრების წესი. ინტერესები მამაკაცების შემთხვევაში, ძირითად დროს ატარებენ სამსახურში, ხშირად ჩუქნის საყვარელ ადამიანს საჩუქარს. აი ეს არის მისი ქცევა. იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ალბათ ყვავილების მაღაზიაში მსგავსი მეორადი აუდიტორია, როდესაც გვაქვს წარმოდგენაში, ისე შემთხვევითად ვიღაცა რომ მოდის, ის არ არის ამისი წევრი, ხო? უფრო ისეთი მამაკაცები, რომლებიც ამას ხშირად აკეთებენ. ეხლა კი მოდით ჩვენს ვაჟაზე გადავიდეთ. ვაჟა მყავს კიდევ, ეხლა ცალკე სხვა ბიზნესი, ეს დამთავრდა, ეს ერთი მაგალითი იყო და კიდევ ერთი მაგალითი მაქვს თქვენთვის, ეს მეორე, ესე ვთქვათ, ფორმა, როგორც მე პერსონებს გამოვყოფ ხოლმე. სამიზნე პერსონას პორტრეტი. აი ესეთი პორტრეტი აქვს ამ მამაკაცს და ამ მამაკაცს სურს ავტომობილის შეძენა.
ანუ ეს არის ავტოიმპორტის ბიზნესის, ანუ ავტოიმპორტ კომპანიის ბიზნესის სამიზნე აუდიტორიის ერთ-ერთი წარმომადგენელი. ერთ-ერთი წარმომადგენელი არის სამიზნე აუდიტორიის პერსონა. ქალია თუ კაცია, ასაკისად ცხოვრობს ოჯახური მდგომარეობა. ანუ პირველ შემთხვევაში ჩვენ რამოდენიმე კრიტერიუმი გამოვყავით და მახასიათებლები დავუწერეთ, მეორე შემთხვევაში დავსვით კითხვები. მეორე კვლევის შემთხვევაში. რა საქმიანობს, რამდენს გამოიმუშავებს, რა არის მისთვის მთავარი პრიორიტეტი, რას კითხულობს, უყურებს, უსმენს, სად, რაზე ამახვილებს ყურადღებას ყიდვისას და რა აქვს მიზნად. ახლა უყურეთ. მეორე გვერდი არის უკვე პასუხგაცემული, მყიდველის პორტრეტის პროტოტიპი, უკვე ვხედავთ, რომ ვაჟა არის დაოჯახებული, მამაკაცი დაქორწინებული, ყავს 2 შვილი, ცხოვრობს თბილისში, აქვს საკუთარი მცირე ბიზნესი, საშუალო შემოსავალი 4K, სტაბილურობა და ოჯახი არის მისი პრიორიტეტი, იმ კითხვებს ვცემთ პასუხს. ინტერნეტს იყენებს მხოლოდ თავისუფალ დროს, სამსახურის გამო არ აქვს დრო, რომ შეარჩიოს უნდა მეწეროს სასურველი ავტომობილი, უნდა იყიდოს შედარებით დიდი მოცულობითი ავტომობილი საოჯახოდ. აი ეს არის ამ ადამიანის სურვილი, თუმცა მუშაობს თავდაუზოგავად და შესაძლებლობისად დრო არ აქვს, მაგრამ ვიცით, რომ თავისუფალ დროს ინტერნეტს იყენებს. ეხლა ჩვენ ვართ მარკეტერები სიტყვაზე, წარმოვადგენთ ავტოიმპორტ კომპანიას და ამ სამიზნე ჯგუფს ვმუშაობთ, ხო? ვაჟას პრობლემა ამ შემთხვევაში, ამ კონკრეტულ შემთხვევაში არის, რომ არ აქვს მთლიანი თანხა ავტომობილის შესაძენად და არც იცის, რომელი ავტომობილი იქნება შესაფერისი. უყურეთ ახლა ჩვენ უკვე ვიცნობთ ვაჟას და ვაჟას მსგავს ადამიანებს და ეხლა როგორ ვესაუბროთ ვაჟას. შევთავაზოთ პირადი მენეჯერი, აი ვიდეოს ჩავწერთ და ვიტყვით, რომ მათ ვისაც არ გაქვთ დრო, რომ თავად შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი ავტომობილი და გვიკავშირდით, გამოგიყავთ პირად მენეჯერს, რომელიც ყოველდღიურად თქვენთვის სასურველ ავტომობილებს, მათ ლინკებს გაგიზიარებთ და თქვენ შეარჩევთ თქვენთვის სასურველს. ამას ხომ შევთავაზებთ მერე. შევთავაზოთ ლიზინგი ავტომობილის შესაძენად. ლიზინგი ჩამოკარგება არის იგივე განმარტება. ნუ განმარტება არ არის, ანუ კრედიტით ავტომობილის ყიდვა, ამ შემთხვევაში ავტომობილი არის არა კომპანიის და ფლობელის, არამედ ბანკის სახელზე და ბანკს უხდით ახალ. ეს თანამშრომლობა კომპანიას და ბანკს შორის არის ხოლმე, რომ მომხმარებელმა ეს ტიპი ეს ის გამოიყენოს, ბენეფიტი ესა ვთქვათ. რადგან ვაჟას არ აქვს თანხა, ასევე შეგვიძლია ჩავწეროთ მეორე კრეატივი ვიდეო, სადაც ვისაუბრებთ თუ არ გაქვთ მთლიანი თანხა იმისთვის, რომ შეიძინოთ ავტომობილი, არ ინერვიულოთ, ჩვენ დაგეხმარებით, ჩვენი პარტნიორი კომპანია TBC ბანკი დაგეხმარებათ ლიზინგის, ასე ვთქვათ, გაკეთებაში, რაც საშუალებას მოგცემთ, რომ ავტომობილი იყიდოთ დღეს და იხადოთ ეტაპობრივად. ეს არის ჩვენი კრეატივის ტექსტი, იქნება ეს ვიდეო, იქნება ეს პოსტი, უკვე ვაჟა საღამოსო დაჯდა დაღლილდა სკროლობს და ამ კომპანიის ეს მაგარი კრეატივი ამოუგდა, უკვე მიხვდა რომ ეს კომპანია მჭირდება, ამ კომპანიას მენეჯერი წავს, ვინც მე ავტომობილს მირჩევს და ლიზინგი აქვს და შემიძლია მე ავტომობილი დღეს ვიყიდო და ვიხადო ეს თვიურად. აი ესეთი საინტერესო არის სამიზნე აუდიტორიის შერჩევა, ასეთი მიდგომებით თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ ბიზნესზე სასურველი ჯგუფი გამოყოთ, სასურველი ჯგუფის შესახებ კითხვები დასვათ, უპასუხოთ, შეისწავლოთ, არ გეგონოთ, რომ ეს არის ერთჯერადი პროცესი, არა. შეიძლება დაუჯდეთ მთელი დღეები დაუთმოთ და გონია, რომ სამიზნე აუდიტორია შევისწავლეთ, მაგრამ მეორე დღეს აღმოვაჩინოთ, რომ იმ სამიზნე აუდიტორიას კიდევ ერთი მახასიათებელი ჰქონია, ჩვენმა რეკლამამ გვაჩვენა ეს. ანუ ვიღაცამ რაღაც ისეთი დააკომენტარა, რომ მივხვდით, რომ უი, ამ კატეგორიის თურმე ნახეთ ემიგრანტებსაც აინტერესებთ, მიუხედავად იმის, რომ შორს არიან, მათაც აინტერესებთ, იმიტომ რომ რამოდენიმემ დაგვიწერა, რომ საქართველოში არ ცხოვრობს, აი მაგალითს მოგიყვანთ. რამოდენიმე ემიგრანტმა არა ძალიან ბევრმა დაგვიწერა, რომ აი ვერ მოვალთ კოტეჯების სანახავად, რადგან არ ვართ საქართველოში. ამ დროს მე კომპანიას მეუბრუნდი და უთხარი, რაღაცა უნდა მოვიფიქროთ, მოდით შევთავაზოთ live ჩართვები. live ჩართვები როგორ იცით, შევთანხმდებით ამ ადამიანს სიტყვაზე ხვალ 12 საათზე დაგირეკავთ WhatsApp-ის საშუალებით და დაგათვალიერებინებთ კოტეჯს.
იდეალური შესაძლებლობაა მათთვის და იდეალური ბიზნესისთვისაც. ანუ ჩვენ უნდა მოვერგოთ ჩვენს აუდიტორიას ყველა შემთხვევაში. რა თქმა უნდა, ყველას თხოვნას ვერ გავითვალისწინებთ, ხო, ვიღაცა რომ იწერს, რომ ფასი დაწერა კურსის, ხო? როგორ დაწეროთ, ანუ განსხვავებულ, ანუ სიტყვაზე იანვრის თვეში ფასთა კრება მაქვს კურსის და ეხლა რომ მე ფასი მივუწერო, თებერვლის თვეში სხვა ფასი იქნება, ანუ წარმოუდგენელია, ხო? ზოგჯერ დღის ჯგუფს სხვა ფასი აქვს, საღამოს ჯგუფს სხვა ფასი, იმის მიხედვით რამდენი, ანუ ძალიან განსხვავებული შეიძლება იყოს ტარიფი და ამ შემთხვევაში ახლა უყურე მარკეტინგს სხვა ფასი აქვს და მეორე კურსი რომ აქვს იმას საერთოდ სხვა და მე რა უნდა აერიოთ და მე ისევ მე გავიჭედები ამ სიტუაციაში, ხო? და ამიტომ მირჩევნია პირადი კომუნიკაცია. ჯერ ერთი, მეორეც გუშინ მაგალითად მაგაზეც ქონდა საუბარი, კურსის თანხას რომ მკითხულობთ, გასაგებია, მაგრამ მე აუცილებლად პირადად უნდა გაგიმხილოთ თანხაც და რას გასწავლით, ხო? ეს არის ჩემი ინტერესი. რომ მიგახვედროთ, რომ ეს ადეკვატურია იმასთან, რასაც სწავლობთ, ხო? იმაზე მეტ სწავლობთ, ვიდრე წარმოგიდგენიათ. მე მაქვს ამისი ამბიცია, რომ მე თქვენ ეს გაჩვენოთ. აუდიტორიაზე ვსაუბრობ, რა თქმა უნდა და ამიტომ ჩემთვის მაგალითად ეს გამართლებული არ არის. მოკლედ, გადავიდეთ ახლა ერთ-ერთ კიდევ მსუყე თემაზე. მარკეტინგული ძაბრი, არ ვიცი ამ დრომდე გაგიგიათ თუ არა, მაგრამ ძალიან ცნობილი, ესე ვთქვათ, ფენომენს დავარქვევდი მარკეტინგული ძაბრი, რომელიც რის გარეშეც მარკეტინგი წარმოუდგენელია. იმიტომ რომ ეს არის სივრცე და ეს არის მოგზაურობა, რომელსაც ყველა მარკეტერი გადის იმასთან, აუდიტორიასთან ერთად, ძაბრის ყელიდან ბოლომდე. ეხლა ძალიან ბევრ რაღაცას გეტყვით, ძალიან მარტივია რა თქმა უნდა, იმიტომ ანუ სიმბოლური სახელიც როგორც ხედავთ და მარტივი არის აღქმა, თუმცა სიმარტივესთან ერთად ძალიან საინტერესოა. მარკეტინგული ძაბრი არის მოდელი, რომელიც ასახავს პოტენციური კლიენტის მიერ გატარებულ მოგზაურობას, პროდუქტის ან სერვისის საწყისი აღმოჩენიდან საბოლოო შესყიდვებამდე და მის ფარგლებს გარეთ. უყურეთ ერთი წუთით, ჩემო. კი ბატონო. უყურეთ პროდუქტის და სერვისის შეძენიდან მის შესყიდვამდე და მის ფარგლებს გარეთ. აღმოჩენიდან უпростоრად. წარმოიდგინეთ თქვენ, ну, ესე ვთქვათ, თქვენც ეკუთვნით, რა თქმა უნდა, სოციალურ მედიას და ერთჩვენიერ დღეს აღმოაჩინეთ რაღაც პროდუქტი, რომელმაც დაგაინტერესათ. თუნდაც ჩემი კურსები ავიღოთ, ხო? არის ხოლმე ისეთი შემთხვევაც, რომ ვიღაცას მოუწერია, რომ აი საუme თქვენი ვიდეო ვნახე, აი ძალიან დიდი ნდობა გამოიწვია, ძალიან ბევრს მოუწერია და ძალიან მიხარია და მინდა რომ შევიძინო. ასე და უფრო ხშირად მწერენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც უკვე ქონიათ ჩემთან კომუნიკაცია. ანუ რაღაც პერიოდი ხვდები, რომ ეს ადამიანები მე მაკვირდებიან, ეს არის ძალიან ჩვეულებრივი. ან ადარებენ ჩემს კურსებს, სხვებს და საბოლოოდ მერე ბრუნდებიან ჩემთან და ეს კიდევ უფრო სასიამოვნო შეგრძნება. უყურეთ, ამ ადამიანებმა აღმოაჩინეს ჩემი პროდუქტი და გარკვეული პერიოდი დააკვირდნენ ამ ყველაფერს, ჩემთან ერთად გაიარეს ეს მოგზაურობა მარკეტინგულ ძაბში და რას ნიშნავს. მე პირველად ხომ დავაინტერესე ეს ადამიანები. შემდეგ ახალი კონტენტით კიდევ უფრო დავაინტერესე. ახალი კონტენტით კიდევ უფრო დავათბე, დათბობა ქვია ამას. მერე აუდიტორია ცხელდება, ანუ ის უკვე მზად არის, რომ შენი პროდუქტი შეიძინოს და ბოლოს უკვე ხდება შენი მომხმარებელი. საერთოდ ესე ხდება. ავიღოთ იგივე ყვავილების მაღაზია, ხო? მაგალითად რაღაც მანქანით მივდივართ და თვალი მოვკარეთ, ზუსტად დღეს დავიმართა ესა ყვავილების მაღაზია, ისეთი ლამაზი იყო გარედან, ლამაზად მორთული, რომ მართლა მომინდა, რომ შევიდეთ და უბრალოდ ავტომობილით ვიყავი. ანუ აღმოვაჩინე მე ეს მაღაზია, მე Google-შიც ვნახე და სოციალურ მედიაში ვეღარ მოვასწარი, მაგრამ სოციალურ მედიაშიც აუცილებლად ვნახავ. ანუ მე ეს პროდუქტი აღმოვაჩინე. ურა მე ამათ გამომწერი გავხდები და დავაკვირდები ხოლმე. თუ მომეწონა მათი თაიგულები, მომეწონა მათი ფასები, აუცილებლად გავუვლი და ერთჩვენიერ დღეს, როდესაც დამჭირდება სასაჩუქრად, აუცილებლად შევიცე.
მაგრამ თუ ამ ადამიანმა კონტენტი არ გააკეთეს, რეკლამა არ გააკეთეს ამ სოციალურ მედიაში, რომელიც გამოვიწერე, ისე მალე დამავიწყდება მათ შესახებ, როგორც, რა ვიცი, როგორც გავიგე ესე ერთი მანქანით გავდით, ხო? იმდენად მნიშვნელოვანია ის, რომ აუდიტორიამ აღმოგაჩინა და დაგაკვირდეს, რომ ვერც კი წარმოიდგენთ, ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. awareness-ის კამპანიას რომ ეძახიან, ბრენდის ცნობადობის მომატება, ეს არ არის მარტივი და ეს არ არის მხოლოდ ვიღაცამ შეგამჩნია. შეგამჩნია და გაკვირდება. შეგამჩნია და შეინარჩუნე. ეხლა შეიძლება ვიღაცა რაღაცით გაღიზიანდეს და გამოწერა გააუქმოს, ხო? შეიძლება პირიქით ვიღაცამ გააუქმოს და 10 ჯერ მეტმა ისევ გამოიწეროს გვერდი. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაც კატეგორია მიდის, რაღაც კატეგორია მოდის. ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ რაც შეიძლება დიდი აუდიტორია დავიტოვოთ და ერთგული გავხადოთ ჩვენიდან ნდობა მოვიპოვოთ მათი. ეს არის ყველას მიზანი და ჩემი კიდევ განსაკუთრებით დიდი, რომ განსაკუთრებით, როდესაც ხედავ, რომ ირგვლივ ცოტა არასამართლიანი რაღაცები ხდება ამ სფეროში. მარკეტინგის ვებინარებს გულისხმობ. და ფარგლებს გარეთ წინა ვებინარზე ამაზე ჩვენ ვისაუბრეთ, მაგრამ დღესაც აუცილებლად გავუსვამთ ხაზს, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ყიდვის შემდეგ კომუნიკაციას. არაერთჯერაც, მრავალჯერაც, მაგრამ ეხლა ყველა მყიდველთან მრავალჯერადი კომუნიკაცია ვერ გიხდება, მაგრამ ელემენტარული რაღაც კონტენტით რომ მიმართო და ჩვენს მომხმარებლებს მინდა რომ საჩუქარი გავუკეთო, მაგალითად, კომპანიამ გამოაქვეყნოს ვიდეო, ჩვენს მომხმარებლებს გვინდა რომ საჩუქარი გავუკეთოთ, თუ კი ერთხელ მაინც შეგიძლიათ ჩვენთან პროდუქტი, მარტის თვეში მიიღებთ 100%-იან ფასდაკლებას თქვენთვის სასურველ ნებისმიერ